მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ავსტრიის საზოგადოებას, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას, ფორუმი გვაქვს. დღის წესრიგით არის ერთი საკითხი განსაზღვრული, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონ პროექტი, საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და საამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. გთხოვთ თუ სხვა დამატება არ აქვს, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კი ბატონო, მომხსენებელი გაახლავთ ხალბატონ ნინო ენუქიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ხალბატონო ნინო. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებებს. ნიშნულოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ დღეს მოქმედი კოდექსით ამ მიმართულებას, ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას არ ყავს დარგში პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო, ასე ვთქვათ. როცა სხვა მიმართულებებს ყველას ყავს შესაბამისი სამინისტროები, ამიტომ მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ დარგში იყოს პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო. ეს ისედაც ესე იყო, უბრალოდ კანონში ამაზე მითითება არ იყო. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქოლგის ქვეშ არის შესაბამისი სააგენტო, რომელიც ამუშავებს ამ გეგმებს და მუშაობს ქვეყნის სივრცითი მიმართულების განვითარებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგეხსენებათ თქვენ, რომ კოდექსი 2019 წელს იქნა მიღებული. 2019 წლის რედაქციამ ფაქტიურად განსაზღვრა ის, რომ მუნიციპალიტეტებს დაევალათ 2028 წლამდე, რომ მათ უნდა განახორციელონ სივრცითი გეგმების შემუშავება. ყველა მუნიციპალიტეტს თავის, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ ერთეულებში. აღნიშნული დანაწესი გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ საკმაოდ რთული და შრომატევადია ეს საქმიანობა, ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე აღნიშნული მითითება 28 წელზე გადავა და 35 წელი არის შემოთავაზებული. შესაბამისად ავტომატურად მთავრობის დახმარება მუნიციპალიტეტებისადმი თვითონ მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით მათთვის სივრცითი გეგმების შემუშავების მუხლი გადაიწევს ასევე 2035 წლამდე და სივრცითი განვითარების სააგენტო გააგრძელებს მუნიციპალიტეტების დახმარებას ამ გეგმების შემუშავების კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულება მუნიციპალიტეტის, რომ 26 წლის 1 თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, რომ მართვის ელექტრონული სისტემებით გამოიყენოს უკვე და გასცეს ნებართვები. როგორც თბილისშია ეს და კარგად არის აწყობილი. მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებდა, მაგრამ რაღაც ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მაინც თავს იკავებდა, რომ გადასულიყო ელექტრონულ პროგრამაზე. მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ ეს ვალდებულება ჩაერთოს და მივცეთ დრო მუნიციპალიტეტებს, თუმცა კი მათ ეს პორტალი და პროგრამა ჩამოტვირთული აქვთ და ეს ინფორმაცია ტრენინგები გავლილი აქვს, რომ 1 თებერვლიდან ეს დაიქოქოს და თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურად წარადგინონ მუნიციპალიტეტში თავიანთი მოთხოვნები და ასევე დისტანციურად მიიღონ შესაბამისი პასუხები, ნებართვები თუ რა ადმინისტრაციული აქტი იქნება, ასე ვთქვათ, გამოსაცემი მუნიციპალიტეტის მიერ. შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის დროებითი თემატური გეგმების შემოღება, რაც გულისხმობს იმას, რომ სივრცითი სააგენტო შევა კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის თხოვნით მასთან კონსულტაციის შედეგად და ზოგად თემატურ გეგმებს დაადგენს. რას ნიშნავს ეს თემატური გეგმა? თვითონ გეგმა იმდენად რთული კონსტრუქციაა და იმდენ დროს მოითხოვს, ასე ვთქვათ, რომ დეტალები იქნას გაწერილი იქ, სატრანსპორტო იქ, გეოლოგიური რისკები იქ, სხვადასხვა დასკვნები, ექსპერტები. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ კოდექსში მითითებული 6 თვიანი ვადა გეგმის შემუშავებისთვის არ არის საკმარისი. ანუ ორჯერ და სამჯერ აღემატება ვადა საბოლოო პროდუქტი, რომ დადონ შესაბამისმა ექსპერტებმა, ასე ვთქვათ, მაგიდაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თემატური გეგმები თვითონ მუნიციპალიტეტებსაც გაუმარტივებს, აი მაგალითად სამშენებლო, არასამშენებლო. ანუ
უბრალოდ სივრცითის სააგენტო კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე იტყვის სასოფლო, არასასოფლო. ანუ იქნება ზოგადი ჩარჩო გეგმა, რომელზედაც უკვე დაშენების შესაძლებლობა და ბიძგი იქნება ეს მუნიციპალიტეტებისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გააგრძელონ. ასევე ვინარჩუნებთ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ ცენტრის დახმარების ინსტიტუტს და 2035 წლამდე გაგრძელდება მათივე თხოვნების დაკმაყოფილება და ეტაპობრივად ვეცდებით, რომ სივრცითის სააგენტო შევიდეს ყველა მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტები დაიფაროს გენგეგმებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ჩვენ შემოგვაქვს ასე ვთქვათ ესთეტიკური პარამეტრების შესახებ მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელი უნდა გახდეს ყველა მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი ესთეტიკური პარამეტრების დაცვა. მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგენს ზოგად პარამეტრებს ყველა მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის და შესაბამისად შემდგომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტის ისტორიის, სპეციფიკის გათვალისწინებით აარჩიოს ის ფერი, ის მასალა, რაც ასე ვთქვათ, ამ მუნიციპალიტეტისთვის ისტორიულად დამახასიათებელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ავიცილოთ თავიდან ქაოტური განაშენიანება პირველ რიგში უსახური შენობები და თვითონ მოსახლეობასაც შევთავაზოთ სწორი მიმართულებით განვითარება, ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, შევისწავლეთ ამერიკის მაგალითები, ყველგან ხდება ასე ვთქვათ ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება და სწორედ ამას გთავაზობს ამ კანონ პროექტით. ასევე არის ბევრი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რასაც მეორე მოსმენისთვის მოგახსენებთ პროექტში და ძირითადი იყო ეს შინაარსი, რასაც წარმოგიდგენთ და გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი. დიდი მადლობა კომიტეტის წევრებს. ხო არა გაქვთ? კი ბატონო. მოგესალმებით. ხო, მე მაინტერესებს კულტურული მემკვიდრეობის ზონებში როგორი მუშაობს ეს რეგულაციები და კონკრეტულად მცხეთის შემთხვევაში, რომელსაც დაუმთავრებელი გეგმა აქვს 10 წლის თავს გადავიხდით, სადაც შეჩერებული ეს მორატორიუმი უკვე ვეღარ მუშაობს, იქ სიკეთეს უკვე ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ თავისთავად უკვე ასეთმა დიდმა დრო განაპირობა თვითნებური მშენებლობები და უკვე კონტროლს მიღმა გასული ეს ყველაფერი. აი ასეთ შემთხვევაში სანამ გენგეგმა იქ დასრულდება მცხეთაში, იმიტომ რომ ხა ამის იმედი მე პირადად უკვე ამომეწურა და რა შეიძლება ვთქვათ გენგმის დამტკიცებამდე აი ამ რეგულაციებით რა შეიძლება ბიზნესზე თუნდაც მცირე ლოკალური ხასიათის სახის რომ განვითარება დაიწყოს კანონზომიერი და რა ვთქვათ ქაოტური და შეუთანხმებელი. მცხეთის მაგალითი ძალიან სამწუხარო მაგალითია, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლიდან მოყოლებული ეს პროცესი მცხეთაში ვერ დასრულდა. მიმდინარეობს მუშაობა, ბატონ დიტო, თქვენ ჩართული ხართ ამ ამბავში, კარგად იცით, ჩვენ არაერთხელ შევკრებილ ვართ. კონკრეტულად გეტყვით, რომ სექტემბრის თვეში კულტურის სამინისტრო ელოდება იუნესკოს რეაქტიულ მისიას, ანუ მცხეთა თავისი კუთხით კიდევ იუნესკოს დაფარვის ზონაშია და აქედან გამომდინარე ამანაც ასე ვთქვათ გამოიწვია გარკვეული გრძელვადიანი ასე ვთქვათ დაურეგულირებლობა ამ საკითხის და შეუთანხმებლობა. სექტემბრის შუა რიცხვებში, როდესაც ეს რეაქტიული მისია ჩამოვა, მათთან კონსულტაციის შედეგად, ანუ საბოლოო გენგეგმის პროექტი დაიდება და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად წინ წავიწევთ, მაგრამ ეს ამ კანონმა რა შეიძლება ქნას იყო ეს კითხვა. ამ კანონმა შეიძლება ქნას ის, რომ სივრცითი განვითარების სააგენტომ მაგალითად მცხეთაში შესაბამისი თემატური გეგმა მუნიციპალიტეტის გარეშე ბატონ დიტო შემოიღოს და თქვას ვინაიდან მაღალი ისტორიულ-კულტურული ასე ვთქვათ მოთხოვნების დაკმაყოფილება გვიწევს, შესაბამისი თემატური გეგმა შეიძლება შემუშავდეს და იქ გარკვეულ ნაწილში აიკრძალოს რაღაცა ქმედებების განხორციელება, მშენებლობა, გარკვეულ ნაწილში დაიშვას. ანუ მაგრამ ეს დოკუმენტიც გამომდინარე იქიდან, რომ იუნესკოს მომენტია, მაინც საჭიროებს ასე ვთქვათ იუნესკოსთან შეთანხმებას.
ეს ცვლილება იდეაში მოგცემს შესაძლებლობას, რომ თუ იქნება კონსენსუსი ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რა თქმა უნდა გვაქვს ეს კონსენსუსი, თქვენ იცით, წავიდეთ სხვა მიმართულებით და გავაკეთოთ რაღაც თემატური გეგმა, რომელიც შეუთანხმოთ შემდგომ იუნესკოს და მასთან შეთანხმებით დავამტკიცოთ მთავრობით. ერთი შემოთავაზა მექნება კომიტეტის ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ხალბატონ ნინო ყოველ საკითხებსაც ცდილობს ეს გულწრფელად ნამდვილად ასია, მაგრამ აი ამ ცელობის მიუხედავად მაინც სულ მოლოდინში ვართ და ეს პოლოდინის დროც უსაზღვრო უკვე 10 წელი ალბათ ცხოვრების ნაწილია უკვე და იქ ადამიანები ვეღარ სარგებლობენ ვერც საკუთარი ქონებით ვერც განვითარებას გეგმავენ. მე მინდა კომიტეტს ვთხოვო რომ საზრდამხედველო ფუნქციით აიღოს ეს საკითხი და თვალი ადევნოს, იმიტომ რომ ამას კი ალბათ კიდევ მეტი დამატებითი ყურადღება ჭირდება და ეს კომიტეტიც მისი რესურსს რო გამოვიყენოთ. მადლობა. ბატონო, ეს თქვენ წინადადება ჩვენ საოქმო ჩანაწერი გავაკეთოთ და ამას ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მოგესალმებით, ვინაიდან თემატურ გეგმებზე ვისაუბრეთ ახლა ბოლოს, მაქედან დავიწყებ ჩემს კითხვას. ეს თემატური გეგმა არის შემუშავებული იმისთვის, რომ სანამ ეს სივრცით დაგეგმარების მთლიანად პროექტ შევკრავთ, მანამდე რომ იყოს რაღაც გარკვეული მუნიციპალური სახელმძღვანელო, ხო, სწორია? თუმცა პროექტში მითითებული გაქვთ, რომ იგივე ვადა ეძლევა თემატური გეგმის შესამუშავებლად, ანუ 2035 წლამდეა ისიც. ხო არ ჯობია ეს თემატური გეგმის შემუშავებისთვის უფრო აქეთ ახლოვადები დავადგინოთ, იმისთვის რომ რაღაც უფრო ადრე მოვახდინოთ იმის რაღაცა ახსენეთ, რომ ქაოტური განაშენებები არ მოხდეს და ეხა 2035 წლამდე 10 წელიწადია და 10 წელიწადში არ ამგონია ჩვენ დავიჭიროთ ისე თუ რაიმე სახელმძღვანელო არ ეკნათ მუნიციპალიტეტებს და თუ კი არა უფრო მარტივი შესამუშავებელია და შეიძლება რამოდენიმე თვე დასჭირდეს, განუსაზღვროთ მუნიციპალიტეტებს დაუშვათ 2028 წელი თუნდაც, რომ ყველას კონდეს ეს თემატური გეგმები შემუშავებული და მერე იმუშაონ გეგმაზე. ეს ერთი, მეორე კითხვა მაქვს კიდევ. ეხლა სივრცით დაგეგმარებასთან დაკავშირებით შეუძლიათ ასევე მუნიციპალიტეტებს მიმართონ კერძო კომპანიებს. იმ ფონზე რომ დღევანდელ დღეს ეხლა ჩათვალეთ რომ 64 მუნიციპალიტეტს ფაქტიურად თითქმის ხო მოუწევს გეგმის შემუშავება. ბაზარზე ნამდვილად არ არის იმდენი კომპანია, მე მქონდა შეხება ერთ-ერთი წყალტუბოს გეგმის შემუშავების პროცესში. ქონდა კონკურსი და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სულ 10-ზე ჩამოსათვლელი კომპანიებია, რომელსაც შეუძლია რაღაც მსგავსი ტიპის სამუშაო შეასრულოს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული 100% რომ ყველა შეუძლია კარგად შეასრულოს იქედანაც და ხომარჯობია რომ მაქსიმალურად რაღაც უცხოური ჩართულობაც ექსპერტების გქონდეს განხილვაში, იმიტომ რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტითაც უნდა განვითარდეს ყველა მუნიციპალიტეტი. ეს მეორე და მესამე კიდევ თვითონ პრაქტიკაში რაც გვაქვს ახლა დღევანდელ დღეს რიგი პატარა მუნიციპალიტეტები, სადაც არ ყოფილა აქამდე სივრცითი განაშენიანება და ბინადმშენებლობები, წელს უკვე წამოვიდა მოთხოვნები გარკვეული ბიზნესიდან და პირიქით მისასალმებელია რომ ბინადმშენებლობები მუნიციპალიტეტებში სადაც არ იყო აქამდე ინტერესი გაჩნდა. არ აქვს გამოცდილება მუნიციპალიტეტის ამ შემთხვევაში არქიტექტურული დეპარტამენტი იქნება სამსახური თუ ასე შემდეგ. და ამ მიმართულებითაც სივრცით ალბათ უფრო გასაძლიერებელი აქვს მუშაობა, რომ მათ შეეძლოთ რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილებების ან მიმართულებით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება რომ გქონდეთ რა. დიდი მადლობა. მადლობა შეკითხვებისთვის. პირველ კითხვას რაც შეეხება თემატური გეგმებისთვის არ არის ეს ვადა მხოლოდ განსაზღვრული. დღეს მოქმედ კოდექსში მუნიციპალიტეტებს აქვთ 2028 წლამდე იმისი უფლება, რომ დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ,
გააკეთონ შესაბამისი გეგმები. რაც 19 წლიდან მოყოლებული არ სრულდება და ანუ თუ კი სადმე რაიმე გეგმა დაიდო, სივრცითმა სააგენტომ დადო. კოდექსი ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს დახმარებას მათივე თხოვნით, მათივე ინიციატივის საფუძველზე და ეს ვადაც 28 წლამდე იყო. აქედან გამომდინარე ხდება კიდევ გადაწევა ამ ორივე ვადის, რომ 2035 წლამდე არა მარტო თემატური გეგმები, არამედ დახმარების ინსტიტუტი, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მომართვის საფუძველზე სივრცითი სააგენტო შევიდეს მუნიციპალიტეტში და მან გააკეთოს ეს გეგმები, ეს ამ ვადას უკავშირდება, ამ კონკრეტულ ქმედებას უკავშირდება ვადის გადაწევა. ანუ არა მარტო თემატურ გეგმებს, არამედ ძირეულ დეტალური გეგმების შემუშავების ვადა არის ეს 35 წელი. რაც შეეხება კერძო პირებს, მე გეთანხმებით, რომ ბაზარი ძალიან მწირია და ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც იმაზე, რომ სივრცითი მიმართულება ფაკულტეტებიც არ არსებობს უნივერსიტეტებში შესაბამისი, რომ ეს მიმართულება იყოს დაფარული და არქიტექტურული ნაწილი ფარავს ამ მიმართულებას. აქედან გამომდინარე ჩანაწერი სადაც იყო რომ კერძო სუბიექტიზე განხორციელდება დაკვეთა, უბრალოდ შეიცვალა სხვა სუბიექტით. რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად შეიძლება GPI-ს დაუკვეთოს. შეიძლება ანუ რომელიმე სხვა SIP-ს დაუკვეთოს, ან თვითონ სააგენტომ გაუკეთოს. აქედან გამომდინარე ბევრად უფრო ეს მოქნილი მექანიზმი იქნება, რაც არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, კერძო პირების დაკვეთას. ჩვენ იცით თქვენ რომ მუშაობთ ქვეყნის სივრცითი მიმართულების გეგმის შემუშავებაზე და ამაში ADB გვეხმარება ძალიან. ამისთვის გამოყოფილია კონცეფციისთვის გამოყოფილია დაახლოებით $1.5 million. ეხა მიმდინარეობს შერჩევა უცხოური კომპანიების. რა თქმა უნდა, კაია რომ უცხოური კომპანიები ჩამოვიყვანოთ, ან კონკრეტულად კონკრეტული ექსპერტები, რასაც სააგენტო ინტენსიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ვადები იმისთვის არის საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება, რაღაცით უნდა დავიწყოთ და შესაბამისად რაღაცამდე უნდა მივიდეთ. ჩვენ სივრცითი სააგენტო მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს დაფუძნდა, ასე ვთქვათ, და იქიდან მოყოლებული უკვე 14 პროექტი გვაქვს, ასე ვთქვათ, თითქმის ბოლომდე მიყვანილი. ზოგი აქედან დამტკიცებული, ზოგი მიმდინარე საკრებულოზე წარდგენილი, მაგრამ ჯერჯერობით საკრებულოს მიერ არ დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, ანუ ცენტრის დახმარება ადგილობრივის მიმართულებით იმ პირობებში, რომ თვითონ ეს დარგი ზოგადად ძალიან ახალია, ინოვაციურია და სპეციალისტების ნაკლებობა, ასე ვთქვათ, ბაზარზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ თქვენი მხრიდან მხარდაჭერა გვექნება, რომ ეს მივიყვანოთ ბოლომდე ეს ჩვენი დაწყებული საქმე. მადლობა. ორეთ ეს თემატურ გეგმასთან დაკავშირებით ისე მე უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას რომ ეს 2035 წელი არის ძალიან დიდი ვადა. 2035 წელს შეიძლება დავუშვათ დაველოდოთ სივრცითი განვითარების გეგმებს დავუშვათ მუნიციპალიტეტებიდან, მაგრამ ეს თემატური ვინაიდან მოკლე დროში, შედარებით მოკლე დროში შეუძლიათ გააკეთოთ, ის რომ ავიცილოთ თავიდან რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ქაოტური განაშენიანება არ მოხდეს, ამ თემატურ გეგმებზე დაუწესოთ უფრო აქეთა თარიღი, დავუშვათ 28 ან 30 წელი, რომ გარკვეული სახელმძღვანელო გქონდეთ უკვე მუნიციპალიტეტებს, რომ რითაც დავუშვათ მივლენ 2035 წლამდე და გააკეთებენ იმ გენერალურ გეგმას. ეს ვიგულისხმე, რომ დროულად მოხდეს, იმიტომ რომ ხა მე მაქვს და ვარ ჩართული მუნიციპალიტეტების განვითარებაში როგორ ხდება და კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან საჭიროა დღევანდელ დღეს, რომ რაღაცა გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს ეს ყველაფერი და დღესდღეობით არ არის. ამას ვამბობ. მესმის თქვენი შეკითხვა, გეთანხმებით აბსოლუტურად სულისკვეთებაში შეკითხვის, უბრალოდ ეს 35 წელი არის მთელი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე რაღაცა ტაიმლაინი გაკეთდება და ეტაპობრივად დაიფარება, ანუ 28 წლამდე წარმოუდგენელია მთელი ქვეყნა. აგერ იყო 10 წელი. გავიდა. მაგრამ სად არის? არ არის, ხო? აქედან გამომდინარე
ჩვენ ვიღებთ გონივრულ ვადას, რომ სივრცითმა სააგენტომ ეტაპობრივად, ასე ვთქვათ, გააკეთოს რაღაცა შესაბამისი გეგმა და ეტაპობრივად ყველაფერს ერთბაშად ვერ გავაკეთებთ. ანუ არ არსებობს ბაზარზე იმდენი სპეციალისტი, თვითონ სივრცით სააგენტოს არ ყავს იმ ხელა სტაფი, რომ შეძლოს ყველა მუნიციპალიტეტში ერთობლივად ამ თემატური გეგმების შემუშავება. აქედან გამომდინარე გაკეთდება რაღაც გეგმა, დაისახება პრიორიტეტები, სადაც უკვე ქაოტური განაშენიანება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად მიმდინარეობს და შესაბამისად ამ გეგმის მიხედვით 2035 წლამდე ვეცდებით, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ და დავფაროთ. აი ეს არის მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებაში ყველანი ვთანხმდებით და ერთნი ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის ნამდვილად. ერთი მოსაზრება მაქვს, რომ რაც შეეხება მაგ თემატურ სახელმძღვანელოებს, ერთგვარ თემატურ გეგმებს და რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელოები უნდა გახდეს, ზույაც გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ თუ კი სივრცითმა სააგენტომ უნდა მისცეს სტიმული, მერე ეს მიზეზი არ გახდეს მუნიციპალიტეტისთვის, რომ აი მე თემატურ გეგმას ველოდები ჯერ და ის რომ დამიმუშავებს ამას სივრცითი, მერე დავიწყებ ჩემს გეგმაზე მუშაობას და პროცესი არ შეაფერხოს და შეიძლება გონივრული იყოს, რომ თუ 28 წლამდე არა 30-მდე, 32-მდე ეს თუ საფუძველი უნდა გახდეს მომავალი გეგმისათვის, საფუძველი დოკუმენტი ალბათ უფრო ადრე უნდა გქონდეს შემუშავებული, ვიდრე მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს თავის კონკრეტულ გეგმას და ასევე საზედამხედველო ფუნქციაზე საუბრობდა წეგან ბატონი დიტო და არა მხოლოდ მცხეთაზე, მე ვფიქრობ, ყველა მუნიციპალიტეტისათვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში, მე მათ შორის ქაოტური როგორც განაშენიანება ისე დაგეგმარება, რომ მხოლოდ მცხეთაზე კი არა, ყველა მუნიციპალიტეტი ამ პროცესზე ზედამხედველობა უფრო მეტად ინტენსიური გავხადოთ, ბატონო ირაკლი, ჩავერთოთ ყველგან ჩვენი ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მადლობა. მაინც მინდა რომ წარმოვიდგინოთ ის სიტუაცია, რომ კი პატარაა ეს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, მაგრამ არ არის მარტივი, ასე ვთქვათ, ანუ 30-40 კაციანი რესურსით, ანუ თითო მუნიციპალიტეტში თემატური გეგმის შემუშავებისთვის პარალელურად მეორე მუნიციპალიტეტს სივრცითი ვერ გააკეთებს, ანუ რამდენი მუნიციპალიტეტი, რამდენი დასახლება, რამდენი ქალაქი გვაქვს, 35 წელი, ესეც ცოტაა, მე თუ მკითხავთ. იმიტომ რომ ჯგუფები წავლენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, დაიწყებენ და დაასრულებენ, იქ შესაძლებელი იქნება კერძო საკუთრებები, არსებული სიტუაცია, გააჩნია რა შინაარსის თემატურ გეგმას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ანუ ვერ ფიზიკურად ვერ აუვალთ, თორე ჩვენ იმიტომ შემოგვაქვს ეს წინადადება და ინიციატივა, რომ გვინდა რომ გავაჩინოთ ეს ბაზისი, მაგრამ ერთბაშად მე ვფიქრობ, რომ 35 წლამდე რომ ყველაფერი დავფაროთ, ძალიან მაგარი იქნება. აქედან გამომდინარე გთავაზობთ ამ ვადას. ისედაც ოპტიმალური ვადაა ეს. ხო არა გაქვთ კიდე. კარგით, მე ვფიქრობ, რომ მართლაც ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ის განვითარება, რომელიც ეკონომიკის ზრდასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, ითხოვს, რომ ამ განვითარებას გეგმაზომიერი სახე ქონდეს მიცემული. ჩვენ დღეს მართლაც უნდა ვთქვათ, რომ განვითარების ეს ტემპი სივრცით, ასე ვთქვათ, ხედვაში გადატანილი ფაქტობრივად არ გაგვაჩნია და ამას იმპულსური ლოკალური ხასიათი თუ აქვს. ამიტომაც არის, რომ განაშენიანება ჩვენი ქალაქების თუ მუნიციპალიტეტების ხშირ შემთხვევაში ქაოტურია, ქაოსურია, იკარგება აუთენტური სახეები, ჩვენი ბუნებასთან შერწყმული ისტორიული დასახლებების და ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, თვითონ მაცხოვრებლების ცხოვრების პირობებსაც საბოლოო ჯამში აუარესებს. ვინმე ზგონია, რომ ეხლა თუ ჩადგავს ისეთ შენობას ან ისეთ სახლს, რომელიც იმ მომენტში მის ინტერესებს შეესაბამება, აღმოჩნდება, რომ ცოტა შორტ პერსპექტივაში მის ცხოვრების არეალს ამახინჯებს და დისკომფორტს უქმნის და ამას გარდა ქვეყანას, როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული სახის მატარებელ ქვეყანას და ქსოვილი ბუნების, ლანდშაფტის,
და ასე ვთქვათ урბანული ქსოვილი სოფლად თუ ქალაქად ეს ერთიანი სივრცეა, ამიტომ ეს ირღვევა. ევროპის გამოცდილება და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება მრავალ ათეულ და შეიძლება ხანდახან ითქვას ასეულ წელს ითვლის და ვისაც შეხება გქონია მათ ასე ვთქვათ ნამუშევართან ხედავთ რომ ეს არის ძალიან დიდი სისტემური მუშაობის შედეგად მიღწეული. ბუნებრივია ჩვენ აქ ამ განმარტებით ბარაჩიც არის ეს მითითებული რომ ას გამოცდილება ნაკლებად გაგვაჩნია, აქ ბევრჯერ იქნა ხაზგასმული რომ თვითონ კადრები ვინც ამასთან დაკავშირებით შესაბამის პროფესიულ ცოდნას ფლობს მინიმალური გაგვაჩნია, ამიტომ ამ მიმართულებით რო იტყვიან ჯერ საწყის პირობებში ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის გამამართლებელი რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევეგუოთ, ამიტომ ეს ცვლილებები სწორედ გულისხმობს რომ დაჩქარებული ტემპით მოხდეს იმ პირველადი საბაზისო თემატური ასე ვთქვათ დოკუმენტების შექმნა, რომელიც პირველადი ასე ვთქვათ მოწესრიგების საშუალებას მოგცემს მუნიციპალიტეტში სამშენებლო თუ სხვა სივრცითი განვითარების გეგმების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ვადებს, სწორია რომ შემჭიდროვებული ვადა გვინდა, მაგრამ რო იტყვიან მუშახელი არ არის იმისა რომ ეს ვადები შევამჭიდროოთ. თქვენ თუ თვლით რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვათ იმ კუთხითაც გადა, რაც ბატონმა დიდომ თქვა რომ ზედამხედველობის კუთხით ასე ვთქვათ ვიყოთ ჩართულები და ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს დამატებითი სტიმულია კიდევ, მაგრამ ხელშეწყობის კუთხითაც იქნება ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ მიზნით ეს ზედამხედველობა. რეკომენდაციად შეგვიძლია გავწიოთ რომ ვთქვათ ამ სააგენტოს ბიუჯეტი საშტატო შემადგენლობა შესაბამისად გაზრდილი იყოს. ეხლა ჩვენ არ ვიცით ზუსტად თქვენ გეცოდინებათ ზუსტად რა მდგომარეობა ამ მიმართულებით და იქნებ ამ კუთხითაც ჩვენ ამ საზედამხედველო ფუნქციების შესრულების დროს ეს საკითხი დავსვათ და შესაბამისად ბიუჯეტი და საშტატო ერთეულიც გაიზარდოს რომ მაგალითად აქ აღინიშნა რომ იქნება გარკვეული პრიორიტეტული მიმართულებები გამოყოფილი, სადაც რო იტყვიან ცხელი არის ეს პრობლემები და პირველ რიგში იქიდან დაიწყება საბაზისო გეგმების შემუშავება. ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ შეიძლება მეორე მოსმენის დროსაც გვითხრათ და ახლოვებით რა საჭიროებები შეიძლება პირველადად რომ ერთი ნაბიჯი გადაიდგას რომ სააგენტოს ფუნქციონირებას ხელი შეეწყოს და ამ მიმართულებით ჩვენი რეკომენდაციაც იქნება ზოგადად მთავრობის მიმართ. რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ საკითხი უმნიშვნელოვანესია, აქტუალურია, მრავალმხრივია და ამ მხრივ ჩვენ მით უმეტეს რომ მთავრობას აქვს ეს ხედვა, სურვილი მისწრაფება რომ ამ მიმართულებით გააქტიურდეს საქმიანობა, ჩვენ მხარდაჭერა გამოვხატოთ ვინ არის თანახმაროთ დაუჭიროთ შემოთავაზებულ კანონპროექტში ცვლილებებს. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებული არის, კომიტეტის სხდომა ამით დასრულებული არის.